მეგობრებო, თქვენი საყვარელი ერთ-ერთი თემატიკა უნდა გავაკეთო ხა საერთო გაშლად და საერთო ყოველთვის არ ემთხვევა შეგახსენებთ მიწევს ხოლმე ამის ყველა ვიდეოზე თქმა, იმიტომ რომ რატომღაც ყველას გონია რომ ყველა სიტყვა საერთო გაშლაში ყველაფერი დაგემთხვევათ. ეს არის ინფორმაცია, საერთო ენერგეტიკა, რასაც თქვენ იდენტიფიკაციას პირველ რიგში აკვირდებით, თუ ემთხვევა ღებულობთ იმ ინფორმაციას საჭიროს ყველა ვარიანტში მიიღებთ, რომელიც თქვენთვის არის საჭირო იმ მომენტისთვის. გაშლა მოქმედებს მაშინ, როცა ნახულობთ, თარიღებს როცა არ ვაწერ ხოლმე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ 1 წლის მერეც რო ნახოთ, მაშინ იმოქმედებს და მაშინდელი ენერგეტიკა არის თქვენთვის კონკრეტულად. რაც შეეხება ამ გაშლას, გავიგოთ ჩაიფიქრეთ თქვენი თავი და თქვენი პარტნიორი და გავიგოთ მისი ფიქრები თქვენთან მიმართებაში როგორია, მისი ახლანდელი ბოლო ფიქრები, რას ფიქრობს თქვენზე. თუ მოვასწრებთ, რას გრძნობს კიდევაც ამასაც გეტყვით, რამდენსაც მოვასწრებ უახლოესი 10 წუთის განმავლობაში და ვიდეოები არ სრულდება, რომ მიწერთ ხოლმე, ამაზე გეტყვით, რომ მაქსიმალურად ინფორმაციას საჭიროს ვიძახი ხოლმე საერთო ენერგეტიკას, უბრალოდ რაც ვერ სრულდება, მე ბოლო წუთამდე, ბოლო წამამდე მაინც ვსაუბრობ და არ ვთიშავ, აქედან გამომდინარე თქვენ გონიათ, რომ ბოლომდე ვერ ვამბობ. ბოლომდე იმ თემატიკას, რასაც გაშლას ვაკეთებ, ყოველთვის ვამბობ ხოლმე, უბრალოდ ვაგრძელებ, სანამ დრო არის, რომ სანამ თავისით არ გაითიშება, ჩემით არ ვთიშავ. ასე რომ ამაზე დამიწერთ ხოლმე იმ კომენტარებს, რომ აი რატო არ სრულდება და აი ბოლო მომენტი არ არის. ინფორმაცია რა გაშლაც არის, იმას ყოველთვის ვიძახი ხოლმე, მე დააკვირდით კარგად. რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ, რომ გავიგოთ რამდენად თქვენია ეს გაშლა, რომ მიხვდეთ უბრალოდ თქვენია ეს გაშლა თუ არა და ლაიკები ენერგოცვლისთვის, კომენტარები, გაზიარებები ძალიან გთხოვთ, არ დაგეზაროთ, აუცილებელია ენერგოცვლისთვის. 3 კარტი ერთად ამოდის, 7-1000, მე-15 მაღალი არკანი ეშმაკი და მე-10 მაღალი არკანი ბედის ბორბალი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, კარტები, საბედისწერო, ბედის რაღაცა ციკლური პერიოდი გაქვთ, ასე ვთქვათ, ადამიანთან, ვინც თვალს გიბინდავთ, ასე ვიტყოდი და ცოტა პერიოდულად ესეთი შოკირებულ დააკვირდით ამ კარტზე, ამ მამაკაცს გაშლა ორივე სქესისთვის არის. ესე იგი შოქშია, რომელია ერთშიოს აღარ იცის, ძალიან ბევრი ფანტაზიები გაქვთ ამ ადამიანთან მიმართებაში და ძალიან ყველაფერი გინდათ, ყველა ემოციას ხელით შეეხოთ მასთან მიმართებაში და ყველაფერი გგონიათ, რომ იდეალურია ეს პარტნიორი და იმაზე მეტად გაცილებით აფასებთ და იმ პლუსებს უწერთ ამ ადამიანს საერთოდ, რომელიც ნაკლებად აქვს მას, მოდი ეს ერბილად რო ვთქვა, ძალიან აიდეალიზებთ ურთიერთობაში და საერთოდ მის პიროვნებას ყავთ რაღაცა ტრონზე, ასე ვთქვათ, აყვანილი, რომ აი საუკეთესო და იდეალური პარტნიორია. ფიზიკურ კონტაქტზე თუ ვიტყვით, აქ არის იდეალური სექსი, იდეალური შეთანხმება, შეწყობადობა, ენერგეტიკული მიჯაჭვულობა, რასაც დაბალ ვიბრაციას იწვევს მაღალი არკანი ეშმაკი, როგორც ყოველთვის და ამ ადამიანთან ერთადაც რთულია რაღაცებს გაუძლო და რაღაც გამოწვევებზე თვალი დახუჭო და არ იკონფლიქტო და რაღაცეები არ გამოგივიდეს, ასევე მის გარეშე როცა ხარ კიდევ უფრო რთულია და ვერ ივიწყებ და სტრესებში და დეპრესიაში, უძილობაში, ნერვოზში გადაგდის, ასე ვთქვათ, უმისობა, ანუ მასთან ერთადაც რთულია, მის გარეშეც რთულია, ესეთი ერთგვარი ციკლური პერიოდი გაქვთ ხოლმე, რომ შეიძლება რაღაცა ფანტაზიებში ეშვებით და აიდეალიზებთ თქვენ პარტნიორს და ციკლურად ეს ყველაფერი იცვლება ხოლმე. საერთოდ შეიძლება პიროვნება ბრძანდებით ძალიან ისეთი ცვალებადი ხასიათის, მე-10 მაღალი არკანით ეს არის ცვალებადი პიროვნება, ცვალებადი ხასიათების მქონე, დღეს რო ერთს ფიქრობს, მეორეს გადაწყვიტავს ხვალ და მესამეს შეიძლება იტყვის ზეგ, რომ ესე მინდოდა და ესე გამომივიდო. თვითონ პიროვნება ხართ ისეთი ციკლური, აი შეიძლება პარტნიორს ამ პარტნიორთან კონკრეტულად რამდენჯერმე უკვე ეცადეთ დაშორებას, ან რამდენჯერმე ეცადეთ, რომ რამე სერიოზული გამოგსვლოდათ და მე ასე ვთქვათ, ერთი ნაბიჯი წინ თუ იყო, ორი უკან იყო, მისგან თქვენგან ამას აღარ დავიწყებ საუბარს, ეს არის ციკლური პიროვნება, ციკლური პერიოდებით, ციკლურად აახლოვდებით ერთმანეთთან და ყველაფერი იდეალურად გაქვთ, თქვენი შეგრძნება არის ასეთი ამასყვები, ფანტაზიები და ვარდისფერი სათვალეები, ისეთი
იდეალური პარტნიორი ყავთ თქვენ რომ გაკმაყოფილებთ, მაგრამ ეს გეტყვით რომ ეს არის თქვენი ფანტაზიის უნარი, ძალიან დიდწილად იმაზე დიდ პლუსებს უწერთ ამ ადამიანს, ვიდრე რეალობაში საერთოდ არსებობს ამ კარტის მიხედვით გეუბნებით, თორემ ჩემგან საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ან საკეთ შეიძლება ადამიანი თქვენზე პატარა იყოს, ან თქვენ პარტნიორზე მაქვს საუბარი, ან გაცილებით ნაკლებ რესურსში იყოს, ვიდრე თქვენ გამოიმუშავებთ ფინანსურ მხარეს გულისხმობ, გაცილებით პატარაა ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში, რა ასაკისაც არ უნდა იყოს და რა საშუალებისაც არ უნდა იყოს, შეიძლება სტატუსი გაქვთ სხვა, უბრალოდ თქვენ დაოჯახებული ის და უოჯახებელი, რაღაცა ცვლილება და ასე ვთქვათ, არათანასწორობა გაქვთ, მოდი ესე ვიტყოდი, შეიძლება ასევე მანძილიც კი გააშორებთ ამ ადამიანთან და სხვა ტერიტორიაზე და სხვა ქვეყანაში იმყოფება, იმიტომ რომ ეს პაჟი ბავშვია, უფრო ბავშვურ ენერგეტიკაშია და შორს გაყურებს რაღაცნაირად თქვენსკენ უნდა რომ რესურსი ჩადოს, მაგრამ რესურსის მინიმუმის რაც მას აქვს, იმითი ნაკლებად შეუძლია რომ ესე უცებ აფრინდეს, გაფრინდეს, ჩამოვიდეს და თქვენთან იყოს ხოლმე ყოველთვის, მაგრამ ფანტაზიები გაქვთ უსაზღვრო ერთმანეთის მიმართებაში, მიჯაჭვულობა უსაზღვრო, რომელიც დეპრესიაშიც პერიოდულად გაგდებთ, უძილობაში გაგდებთ, ნერვოსში გაგდებთ და ეს ადამიანი იწვევს ყველანაირ ფიზიკურ შეხებაზე თუ ვიტყვით, იდეალური კიდევ მეორე ფიზიკური შეწყობადობა გაქვთ, იდეალურად მიმზიდველები ხართ ერთმანეთისთვის, იდეალური ფანტაზიებიც გაქვთ ხოლმე დაშორიშორების მომენტებში ერთმანეთთან მიმართებაში. თუ ატყობთ, რომ თქვენია ეს გაშლა და პარტნიორი თქვენია და ენერგეტიკაც თქვენია, ლაიკები და კომენტარები არ დაიზაროთ, ძალიან გთხოვთ. გავიგოთ მისი ფიქრები, მისი ბოლო ფიქრები თქვენთან მიმართებაში როგორია, რას ფიქრობს? რაღაცა იტყუება იმასთან მიმართებაში, რომ არ ეჭვიანობს და არ ნერვიულობს თქვენზე, სინამდვილეში ძუნწის როლშია, ძუნწი არის 4-იან პენტაკლი. ჰაერისტიკის წარმომადგენელი შეიძლება იყოს თქვენი პარტნიორი, კონკრეტულად ტყუპების ასწორი ან მერწყულის ნიშანია ჰაერისტიკია, მაგრამ საერთო გაშლაში არ არის აუცილებელი ყოველასთვის ასე იყოს. ტიპაჟი არის ძალიან ჰაეროვანი, ძალიან მიქრის-მოქრის, აი ნახეთ, რაშიც კი მასავით შეწყობილია, ჰაერშია შემხტარი, ისე მომზადებული ყავს უკვე სულ თავისი რაში, რომ სულ მიქრის-მოქრის და რაშიც მის ტალღაზია, ასე ვთქვათ, მომართული. ტიპაჟი რაღაცას იტყუება, არ ვიცი, რაღაც ნაწილისთვის შეიძლება იყოს, რომ რაღაც კონდეს ადგილი მისი მხრიდან ან კონდა ადგილი და ამასთან დაკავშირებით ვითომ არაფერი მომხდარა და არაფერს რეაგირებას და ენერგეტიკას არ გაჩვენებთ ესე რომ თქვენ რამე არის ეჭვიანოთ. ისეთი შეიძლება პატარა ეშმაკობა ჩაიდინა, პატარა გაიარა გვერდზე, რაზეც არ უნდა ამ თემის აფიშირება კი არა, საერთოდ საიდუმლოდ ინახავს თავისთვის, მაგრამ აქეთ პირიქით თქვენზე ეჭვიანობს და ხისტობს აი ესეთი ენერგეტიკა იქნება რაღაც ნაწილისთვის იქნება რომ არ გაჩვენებთ თავის ემოციური ფონს, რომელიც მას თქვენთან მიმართებაში აქვს და ისევ პაჟი ამოდის, ისევ ბავშვის ენერგეტიკა და პაჟთასი ეს არის ბავშვური გულწრფელი ემოციური ფონი, რომელიც ეს ადამიანი ეხლა შეიგრძნობს და წყალში დგას აქ პაჟი, ხედავთ, წყალი არის უდიდესი ემოციური ფონი, ასე ტალღებად, სუფთა ტალღები, სუფთა გულწრფელი ემოციური თასი, ასე ვთქვათ, რომელიც თქვენთან მიმართებაში აქვს, მაგრამ ბავშვურ ენერგეტიკაშია შედარებით თქვენთან კიდევ ვიმეორებ და ამასთან დაკავშირებით ეშმაკობს რაღაცას, რომ არ გითხრათ მისი ემოციური ფონი, თავისთვის ინახავს, ეს ძუნწი არის პატარა, ვიტყოდი, სიყვარულის ახსნასთან მიმართებაში, მაგრამ ეჭვიანობა და ხისტობა აქვს, რასაც შეიძლება თქვენ სოციალურ ქსელებით, ასე ვთქვათ, დაკვირვებით თქვენთან მაქსიმალური თუ სადმე შეხება და როგორ მე შეხება აქ სოციალური ქსელი იქნება თუ პირადი შეხებები სადაც გაქვთ მაქსიმალურად ესეთი ხისტ და ცივ ენერგიებშია და იმ ემოციურ ფონს რომელიც მას თქვენთან მიმართებაში აქვს არ გაჩვენებთ, ასე ვთქვათ, ფიქრები აქვს იმასთან მიმართებაში, რომ მისი ქვეცნობიერი გრძნობს უკვე აი ამ გულწრფელ ემოციებს, რომელიც მას თასის მხრივ უჭირავს თქვენთან მიმართებაში, მაგრამ ამაზე კიდევ ვიმეორებ არ იძახის და პირიქით ამ ყველაფერს თავისთვის ინახავს ჩუმად. კიდევ მისი ფიქრები, ახალი ეტაპი 10 შუთი, 10-იან პენტაკლი და
მე-16 მაღალი არკანი ამოდის კოშკი, რომელიც ანგრევს ძველს, ანულებს, ასე ვთქვათ, ძველ პერიოდს. შუთი ეს არის პატარა სულელი, პატარა ბავშვური ენერგეტიკა, ისევ ბავშვური ენერგეტიკა და 10-იან პენტაკლი ოჯახის და სტაბილურობის შექმნასთან მიმართებაში არის მისი ფიქრები. გეკუთვნით თუ არა ეს ოჯახური კონფლიქტი, ოჯახური ურთიერთობა თქვენ